გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. ცოტა პატარა ჩავარდნა გქონდა ვიდეოებში, მაგრამ მანქანები კეთდებოდა და ეხლა ასე თუ ისე გავაწყეთ. სად არის მანქანები? უფრო ზურა გეტყვით დეტალურად, მოკლედ მივდივართ ჯგუფთან ერთად. ეს ჯგუფი გახლავთ საქართველოს ოფროადთა ასოციაცია. ბატონი ზურა არის საქართველოს ოფროადთა ასოციაციის პრეზიდენტი და ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს. ეხლა უბრალოდ ესე ოფიციალურად ვიდეოთი ასე ვთქვათ გადავიკვეთეთ, თქვენს გაჩვენებთ შიდა სამზარეულოს. ისედაც გეწოდინებათ წესი სხვა ვიდეოით, მაგრამ ჩვენთან ეხლა ნახავთ. ბატონი ზურაც გეტყვით ეხლა სად მივდივართ, როგორ და ასე შემდეგ. მოკლედ მეც დავამატებ იმას, რომ ზურა არის პიონერი საქართველოში ოფროუდის, ასე რომ ვთქვათ, თუ სადმე რამე ხდება და რამე ხდებოდა ოდესმე, ყველაფერში იყო ჩართული ეს ადამიანი და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ოფროუდის პოპულარიზაციაში ამ ქვეყანაში. ეს მივემართებით ტაბაწყური ბაკურიანის მიმართულებით, თქო, უნდა გადავიდეთ წალკიდან. ვფიქრობ ძალიან გაგვიჭირდება დღეს ისეთი ამინდი დაგვეთქვა, ნამქერიც იქნება, ბევრი თოვლი იქნება, ქარი, მოკლედ ყველანაირი სირთულე ერთად დაგვემატა. ნახოთ რა იქნება, იმედია რომ მოტრიალება და მარშრუტის შეცვლა არ მოგვიწევს. დიდი იმედი მაქვს, რომ 9 წყარომდე ჩვეულებრივ ავალ და დაგეგმილი მარშრუტის შესრულდება ისე როგორც საჭიროა. მანქანები მეტნაკლებად მომზადებულებია, შერჩეული, მომზადებული მანქანებით მივდივართ. ორდღიანია, ხო? ორი დღით, ხო. ორი დღით მივდივართ, დღევანდელი დღეს იქნება 9 წყაროს გადაკვეთა, ხვალ თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბაკურიანიდან თორი ანდეზიტის გავლით ავალთ კახისის ტბაზე. აი იქიდან უკვე გამოვბრუნდებით თბილისში. სირთულე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი გველის წინ. მაგრამ მორალურად მზად ვართ. აბა რა. უფრო მეტიც გადაგვილახავს. ბიჭო, მე ვარ გზიდან გადავარდი, ჩემი არაფერი არ ჩანს, ბიჭო. ბიჭები, მე გავჩერდი, ვაფშე გზა არ ჩანს, ვერ მოვდივარ. ჩემი ხმა არ ისმის? კი, გავჩერდი, ვაფშე 1 სანტიმეტრში არაფერი ჩანს, მოაჯირსაც ვერ ხედავ. გზიდან ვარ გადავარდნილი, ვცდილობ ამოვიდე. დახმარება გინდა? ჩემი თვალი ჩუქდა 1-2 წუთში გეტყვია. რაღაც მომენტში საერთოდ აღარ ჩანდა გზა რა. ქარბუქი არის. ნისლიც იყო რაღაც მომენტში და და გადავარდი გზიდან, ან მოაჯირიც აღარ ჩანდა. არ გადავარდი, მაგრამ გადავედი ნელი სიარულით და მე მოიხსენებათ გზის განაპირას, რამხელა თოვლია ხოლმე. დავიჭედე, მაგრამ ამოვედი. ხალხია წინ ჩარჩენილი, უკან არის საწმენდი მანქანა, გზის საწმენდი მოსული. უნდა გავიდეთ, გავატაროთ აუცილებლად. ძალიან დიდი ნამქერია, ამის ჭრაში დრო გავა და ეგ დრო ეხა არ არის, იმიტომ რომ წინ ხალხია, შველა უნდათ და ეს მანქანა მივიდეს. დანარჩენს როგორ არის გადავწყვეტ, გეტყვით. ძალიან საშინელება ხდება და დიდი ალბათობით ვერ გადავალთ ბაკურიანში. კი არა, შეიძლება აქაც ვერ გავიდეთ. ეხა ვართ მეგობრებო წალკაში. წეღან გავიარეთ წალკა და შემდეგ სოფლები იყო ზევით, იქიდან გვინდოდა ასვლა ტაბაწყური ბაკურიანი, მაგრამ გადავიღეთ იქ ვიდეოები და მაგასაც დავდებთ, იყო თოვლი, იყო ნამქერი იყო. პირველი ის იყო, რომ ხილვადობა იყო ძალიან ცუდი ამ ნამქერის გამო. გზაზე იყვნენ ძალიან ბევრი მანქანები გაჭედილები. პატრულიც იდგა და პლუს პატრულიც არ გვიშვებდა და ნამქერის გამო თოვლი იყო ძალიან დიდი და მოკლედ შეუძლებელი გახდა გზით. ვერც წავიდოდი. გვინდოდა, მაგრამ არა, მესურვილი მქონდა რომ გვეცადა, მაგრამ ნუ პატრულმაც არ გაგვიშვა, ხო? ეხლა წავალთ ბაკურიანში, იქ უნდა ავსულიყავით დღეს და ხვალ წავალთ მოკლედ კახისის ტბაზე სავარაუდოდ.
საღამოშიდობის მეგობრებო, ეხლა მოვადექით ბორჯომს უკვე. ავტობამზე ციდო თოვლი, საკმაოდ ნელადადიან მანქანები, ჩამოვაღწიეთ, ნელა, მაგრამ მაინც ჩამოვაღწიეთ ფრთხილად. და ეხლა უკვე დღეს დავრჩებით აქ და ხვალდილიდან დაიწყება ოფროადი, ხალისი, ჭიდილი, ყველაფერი ხვალდილიდან იქნება რა. ეხლა უბრალოდ დავბინავდებით, ჩვენს დავისვენებთ, იმიტომ რომ 6 საათიდან ვართ საჭესთან. ეს არის 14 დეკემბერი. ეს არის 14 კი. 14 დეკემბერია და მოკლედ ისეთი თოვლია ბორჯომშიც, ბაკურიანშიც. დიდი ხანია ესეთი თოვლი არ ყოფილა. კი, აქაურების იძახია რომ დიდი ხანი არ გვინახიაო რა ესე რა. თან ისეთი გზაზე ავდივართ, ხვალ რა გეგმაც გვაქვს, გამოვიდა. ახისის ტბაზე ავდივართ ანდეზიტიდან, ბაკურიანიდან, რაც როგორც ამე ძალიან რთული გზა არის. ჩვენ ამყოფობთ ბორჯომიდან. აი იძახია რომ ამაზე რთული გზაო და ნახოთ რა იქნება ხვალ. ესეთი თოვლია რომ ეჭვია რომ ხოლმე ვერ გადავიდეთ ეს მანქანის ბრალი არ იქნება ეს უბრალოდ ხუალია ჩემი ტრანსპორტისტის რაც ალგაში იყო ეხლა ვარ ბაკურიანის გზაზე მანქანები არის გადავარდნილი გზიდან და ვეხმარებით და მალე ავალ სასტუმროში დავბინავდებით დანარჩენს უკვე ხვალ მოგახსენებთ დილამშვიდობის, ჩამოვედით ბაკურიანიდან ბორჯომში. ბორჯომიდანაც გამოვედით, შევუდექით კახისის გზას. აქედან იწყება სირთულეები ნელ-ნელა და უშვებთ საბურავებს. აგერ ივას ბოლო საბურავი დარჩა. და რა ვიცი, ნახოთ, ჩვენ ახლა ამ გზაზე ისე ნამყოფი ვართ ერთხელ გადაღების გარეშე ადრე ასე ვთქვათ. ეხლა უკვე თქვენც გაჩვენებთ ამ სირთულეებს, სილამაზებს, ყველაფერს საქართველოს ოფროადი ასოციაციასთან ერთად ვართ, ესეც ემატება ამ ამბავს. სხვა მანქანებიც როგორი ივლიან, მაგასაც ნახავთ, შევადარებთ ყველაფერს. სამი ვრანგლერი ვართ. აქედან ორი რუბიკონია, ერთ საჰარა. ტოიოტები არის და შევეჭიდებით რა, მოკლედ კახისისზე წესით ავალთ ჩემი აზრით. ავახწევთ, იმიტომ რომ მომზადებულები ვართ, ჭალამბარიც გვაქვს, ავიცი, ყველაფერი ბლოკირებები და კარგად ვართ მომზადებულები. ავალთ რა, მოვეჭველიაო. საკმაოდ რთული მარშრუტი გველის წინ, იმიტომ რომ დიდი თოვლი და ნამქერები არის. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა კახისის ტბიდან, თუ შევძელით და დავძლიეთ, ჩავალთ თორი ანდეზიტით ბაკურიანში. ასე რომ დიდი ბრძოლისთვის ვემზადებთ. რუბიკონია ხო შენ? კი, რუბიკონი 2015-იანი, 37-იანი საბურავებით, ფოქსის დაკიდების სისტემა. ეხლა აქ პირველი გასვლა. მოინათლება. ხო, მანამდე ჭილის ტბაზე იყო, ნუ საკმაოდ კარგად ჩააბარა გამოცდა. ეხლა ვნახოთ რა სიზავს.
ეხლა გეტყვით ეგეთ რამეს. აქ როგორც გითხარით, ჩვენ შარშანაც ვიყავით ზუსტად ამ დროს, დეკემბრის ბოლოს. მაშინ უფრო გაყინული იყო გზა, მაგრამ ყინული არც ახლა გვაკლია და მაშინ ავედით, აი რავი, დაგჭირდა ალბათ 7 საათი რომ აქამდე ამოსულიყავით, იმიტომ რომ აი ძალიან რამდენი მანქანა გაგვიფუჭდა და მაგან გაართულა სიტუაცია. ეხლა ბევრად მომზადებული მანქანები არიან, ალბათ 9 საათიც არ დაგჭირდა რომ აი სადაც ძველი ქოხები დგას. ამ ადგილამდე ამოსულიყავით, ჯერ ტბამდე არ ვართ რა თქმა უნდა მისული, თუმცა აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ეხლა. მომზადებულში გულისხმობ რომ არა მარტო დიდი საბურავები და ბლოკირებები და დაბალი გადაცემები და ასე შემდეგ, არამედ გულისხმობ იმასაც რომ სანდო მანქანები, ანუ არაფერი არავის არ გაფუჭებია ჯერ. ეგ იმას არ ნიშნავს რომ რომელსაც უფუჭდება მომზადებელია, მაგრამ იყო ასეთი შემთხვევები შარშან, მაგიტო ვამბობ, ანუ იმიტომ გაფუჭდა მანქანები რომ თავიდანვე რაღაც ხარვეზებით იყვნენ. აქ უკვე გასაკვალია, უფრო მეტი წვალება გვიწევს, თუმცა მაგისთვის ვართ ამოსულები. აქედან ვაპირებთ, რომ გადავიდეთ ანდეზიტში, თუ მოვასწარით და ძალიან არ დაგვაღამდა. ნახოთ როგორ გავართმევთ თავს. დაბაძველში ამოვედით, კახისის მიმდებარედ ვართ, კალიებია ძალიან დიდი ბასეინები არის და თოვლით რახან არის გადაფარული, ვერ იგებ სადრა სიტუაცია და შეიძლება უცბად აი ესეთი რაღაც შეიძლება დაგემართოს უცებ რა. უცბად ეგონა რომ ჩვეულებრივ გზაზე მიდიოდა და მანქანა ჩახტა. თოვლი მოხვედა და ვეღარ გადის. ეხლა ზევით ავათრევთ სავარაუდოდ. მალე კახისზეც მივალთ რაღაც სირთულეები, იყო გზა და გზა, მაგრამ ძლევთ ამ სირთულეებს. ჩვენც ზუსტად ეს სირთულეები გვიხარია. ძალიან კაი ჰაერია, მზე არის, ამინდი გუშინ იყო ქარი და დღეს არის იდეალური ამინდი, აი რაც შეგიძლია ინატრო. მზე ქარიც არ არის, თოვლი, რა ვიცი, ყველაფერი არის იდეალურად. ეხლა ამასაც ამოვიყვანთ და უკვე შევუდგებით გზას. მოკლედ ამოვიდით კახისის ტბაზე, როგორც გეგმავდით. ერთი გზა რითიც ამოვიდით ის მარტივი იყო, მარტივად ვიარეთ, ეს დიდი სირთულე არ შეგვხვედრია. სხვა გზებიც მოდის. ის ძალიან რთული გზა იყო რა, ეს საშუალო გზა არ არსებობს, ან ძალიან მარტივი გზით ამოხვალ, ან ძალიან რთული. რთულ გზაზე ხა აქ მატომედაიო არ ვართ, როგორც იცით, ვართ წამოსული საქართველოს ოფროად ასოციაციასთან ერთად და გორა შემოკლებით, ქვია გორასთან ერთად ვართ. ესე მოინდომეს, რომ ამ გზით წამოსულიყავით და ჩვენც რა თქმა უნდა უჯერებთ და დავყვებით მათ. კახისის ტბაზე ვართ, პირდაპირ ზედ ტბაზე ვდგავართ. რაყინული არის, შემოსული ვართ თითქმის შუაგულში. ფეხით არ არის საშიში, თუმცა მანქანით მაინც ავრისკავთ. მანქანით ესეც საშიშია. ივო არის ძალიან მოწყენილი და გაბრაზებული, რომ სირთულეს ვერ წააწყდა, ესე რა. არ ჩაუვარდა რა დღევანდელი დღე. საქმე რა შეეც ჩვენ აქ უკვე ამყოფები ვართ და ეს ეხა ეგ გზა რაც ჩვენ წინა ასვლაში სადღაც 7 საათი, 5 საათი მაინც დაგვეხარჯა, ამოვიდით 9 საათში. ხოლმე წინაზე. ეხლა ვეძებთ რამეს, რომ შევეჭიდოთ და ვერაფერ შევეჭიდეთ. ანუ როგორი ვარიანტია, ან ძალიან ადვილია, ან ისეთი რთულია, რომ ჩვენ ვერ გავქაჩავთ და. და ეხლა ესე უკან დაბრუნება თან 3 საათია, რა არ გვინდა, მაგრამ რა ვქნა.
ხო, მოკლედ ისე აქ ძალიან სილამაზე არის რა. აი ჰაერიც არის, სილამაზეც არის. ძალიან კაი სიტუაცია. ბორჯომიდან კახეთის ტბაზე მაქსიმუმ 40 წუთში ამოვედით რა. კი, გამოსასეირნებლად იდეალური ადგილია, რომ აი ესე რომ გამოისეირნო. საერთოდ არც არ გავჩერებული. სურათების განასახებად ვჩერდებოდით და ვიდეოს, თორე ისე ვიარეთ იდეალურად. წინაზე სირთულე იყო. თუმეტეს ორი ღამეა თოვლს. ანუ თოვლი არის, აყინულიც არის, თუმცა ძალიან ადვილად დასაძლევი გზა არის. ელემენტარულად დადაბლება თუ აქვს მანქანას, ოდნავ ნორმალური საბურავი ყველა მანქანა ამოვა. ეხა აქ ამოვჭრით ყინულს და ვითევზავებთ, ანკესი გვაქვს წამოღებული. ჩავხტებით კიდევაც. გზაზე მაინც დიდი სირთულები არ შეგვქონდრია და დაშვებისას მაინც ვცდილობთ რომ ისეთი გზები ვიპოვოთ რომ ცოტა გავერთოთ. ახლა ერთ-ერთ გზაზე ვართ, წინ იყო ხეები წაქცეული, როგორც ჩანს დიდი ხანია ყოფილარავი. ჭრით და ვიყვალავთ გზას. ვერთობით. ერთი მანქანა ჩაქრა გავარკვევთ რაჭის ახლა. ნება ხოლმე რაღაცები ამდენი მანქანა ვცავართ. საღამოშვიდობის ხალხო, ეხა ჩამოვედით უკვე მშვიდობით. ერთი მანქანა დაზიანდა, მაგრამ მაინც ჩამოვედით, ბუქსირით ჩამოვიყვანეთ. ეხა ბორჯომს ტოვებთ, საბურავებს დავამატეთ უკვე. ცივა ნელ-ნელა აცივდა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ვისიამოვნებთ, ვიხალისეთ. ისეთი სირთულეები არ იყო ჩვენ როგორც გვინდოდა, მაგრამ ვიხალისეთ, კაი იყო რა, ასეთი სამახსოვრო დღეც დაგვრჩება რა. ადგილები ძალიან ლამაზი იყო. კი ბატონო. ჩვენ რას წვალებასაც ვართ მიჩვეული დღეს არ იყო, თუმცა ზურასთან და ბორასთან ერთად ეგწვალებაც ხშირად არის ხოლმე, ამიტომ ჩვენ ამ ხალხთან ერთად კიდე წავალთ და ისეთ გზებზე წავალთ, რომ დამიჯერეთ ძალიან ბევრი წვალება იქნება. თუმცა დღეს ეგ არ იყო სხვადასხვა მიზეზების გამო, იყო ისეთი გზები, სადაც ფიზიკურად ტრანსპორტი ვერ გავიდოდა, მოყინული როა, ცეპი გჭირდება. ხო რა, ცეპიც არა, არ მგონია რომ ცეპაც იშველოს. როგორც ამბობ, მე პირადად წინ არ ყოფილი, არ მინახია უკან მოყვებოდი. კარგი მანქანები იყო, მომზადებული მანქანები იყო, კარგად იარეს, სადაც ვიარეთ იქ. შემდეგ ვიდეოს შემოგთავაზებთ უკვე მართლა საწვალებელს. ის კი შემდეგი საწვალებელი იქნება. და ჩვენ რასაც ხართ მიჩვეული იმას, ასევე ვარშავას აკადემიაში ვიყავი. ჩამოვედი ახლა ხალხში და რა. და ასევე გეგმავთ ძალიან საინტერესო პროექტს, უფრო ინფორმაციულს. მარტო ტალახში და თოვლით თუ არ მოგაბეზროთ თავი, გვინდა რომ იმ ხალხმა ვინც გვიყურებს და ბევრი შეკითხვა ხშირად მანქანებზე, მომზადებაზე, სად რას ყიდულობს ხალხი, სად რას იწერს და ასე შემდეგ. ბევრი კომენტარია იმაზე, რომ ყველა მანქანით ყველგან დადის თურმე. ამასთან დაკავშირებით საინტერესო სტუმრები გვეყოლება. პატარა პოდკასტივით შემოგთავაზებთ ოფროუდის გარშემო იქნება. დროა უკვე დავიწყოთ ლაპარაკი ოფროუდზე, არავინ არ ლაპარაკობს და დროა რომ დავიწყოთ. და განვიხილავთ იქ მანქანის აწყობას, მომზადებას, საქართველოში რა ხდება ზოგადად, რა მანქანები შეიძლება აიწყოს ადგილზე არსებული რესურსებით, რისი ჩამოტანა საჭირო და ასე მე ბევრ სხვადასხვა თემას მივედებით და მოვედებით. სტუმრებით გვეყოლება ის ხალხი, ვისაც ესმით საკითხი. ჩვენთან ერთად ჩვენს გავიგებთ მეტრს.